ილია მეურეს 93 წელი შეუსრულდა. ერში ირაკლის შიოლაშვილი 1923 წელს ვლადიკავკაზში დაიბადა. ახალშობილი მშობლებმა 3 დღის შემდეგ შობის დღესასწაულზე მონათლეს. დიდია ილია მეურეს ღვაწლი ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოს წინაშე. ირაკლის შიოლაშვილი სასულიერო მოღვაწეობა 24 წლის ასაკში დაიწყო, როცა სასულიერო აკადემიის სტუდენტი ბერად აღიკვეც. 1963 წელს ის მცხეთის სამოძრო კურსების დირექტორად დაინიშნა, როგორც ახლად ნაკურთხის შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია. 1967 წელს კი ცხუმ აფხაზეთის ეპარქიის მმართველი გახდა. 1977 წლის 23 დეკემბერს ერთხმად აირჩიეს ქვეყნის 151 პატრიარქად. მისი აღსაყრება 25 დეკემბერს სვეტიცხოველში შედგა და ილია მეორე უწოდეს. ახალგაზრდა პატრიარქმა თითქმის მრევლის გარეშე დარჩენილი ეკლესია ჩაიბარა. მისი ძალისხმევით მსოფლიო პატრიარქმა 1917 წელს აღდგენილი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების სიგელი გამოსცა. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ხელი მოეწერა კონკორდაც, რითაც მართლმადიდებელი ეკლესიის უპირატესობაა განსაზღვრული. ილია მეურეს ინიციატივით ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე წესდა. დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პატრიარქი ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და მომდევნო შვილების ნათლია თავად ხდება. ილია მეურე მრავალი ტრადიცია აღადგინა და დააწესა. პატრიარქი დაჯილდოებულია მსოფლიოს თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ილია მეურე ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ადამიანთა შორის მშვიდობისა და ერთობის დამკვიდრებაში. 10 წლეულებია თითქმის ყველა კვლევაში პატრიარქი ხალხში ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს.